გამარჯობა, კეთილი იყოს თქვენი დაბრუნება სალომე კასრაძის პოდკასტზე. დღევანდელი ეპიზოდი ქალებისთვისაა და ეხება თემას, რომელზეც შეიძლება ხშირად გეფიქრებოდეთ, მაგრამ ხმამაღლა ვერ საუბრობდეთ. რა ხდება, როდესაც 35 წელს გადაცდები და არ გყავს შვილი? რა ხდება, თუ შენი ცხოვრება ისე წარიმართა, რომ ვერ შეხვდი მამაკაცს, ვისთანაც შექმნიდი ოჯახს? კარიერული წინსვლა, სწავლა, თუნდაც პირადი ურთიერთობების აწყობა დროს მოითხოვს. და ხშირად ეს დრო ისე სწრაფად გარბის, რომ ერთ დღესაც შეიძლება გაიფიქრო, ცოტა დრო მრჩება. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ თემაზე, რომელიც ემყარება მეცნიერებას, არის თავიდან ბოლომდე პირადი გადაწყვეტილების საკითხი და არის ძალიან გრძნობიარე თემა. ეს არის კვერცხუჯრედის გაყინვისა და შენახვის პროცედურა. ამ თემაზე სასაუბროდ მე მოვიწვიე ექიმი რეპროდუქტოლოგი, რომელიც ძალიან დიდი გამოცდილების გახლავთ, აქვს იმიტრო განაყოფიერების სფეროში 20 წლიანი გამოცდილება და მისი დახმარებით მთელ მსოფლიოს მოევლინა 3000-მდე ბავშვი. მას ძალიან კარგად იცნობენ საქართველოში, მედიცინის სფეროშიც და იმ ოჯახებში, ვისაც ინვიტრო განაყოფიერება აინტერესებდა და მიუმართავს ამ პროცედურისთვის. წარმოგიდგენთ ნანა კვერნაძეს, კლინიკა IVF Georgia by Ovogenes ექიმ რეპროდუქტოლოგს, რომელიც ამჟამად მუშაობს კვერცხუჯრედების გაყინვის პროცედურაზე და ამ საკითხში უნდა ჩავიძიროთ დღეს მოკლედ ძალიან ღრმა. დიდი მადლობა ქალბატონო ნანა დღეს მოგესალმებით. ყველას მადლობა მოწვევისთვის. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ნამდვილად 20 წელი შესრულდა წელს, რაც ამ დარგში მუშაობ ინვიტრო განაყოფიერებაში. ძალიან მინდოდა, რომ უკვე ცოტა პრაქტიკულ სფეროსთვის რომ დამენებებია თავი, ასე რომ ვთქვათ, როგორც კონსულტანტი ხან და ხან როგორც, პრაქტიკული მუშაობაშიც ვიღებ მონაწილეობას. რაც შეეხება კვერცხუჯრედების გაყინვის საკითხს, 35 წლის შემდეგ, უკვე არის 35 წელი არის ცოტა ისეთი კრიტიკული ასაკი, როცა ალბათ ყველა ქალბატონმა უკვე უნდა იზროვნოს თავის მომავალ დედობაზე. განსაკუთრებით მაშინ, როცა ჯერ არ არის დაოჯახებული, ან არ ყავს პარტნიორი, ან არ ყავს შვილი და სურს მომავალში შვილოსნობის შენარჩუნება, ასე რომ ვთქვათ. რაც შეიძლება რომ გახანგრძლივდეს ეს გახანგრძლივდეს, ასაკი ვერ გახანგრძლივდება, უბრალოდ ქალბატონს შეუძლია შეინახოს თავისი ბიოლოგიური მასალა, ანუ კვერცხუჯრედი და გამოიყენოს წლების შემდეგ, როცა უკვე იქნება ამისთვის მზად. ანუ რას გულისხმობთ, როცა ამბობთ ასაკი ვერ გახანგრძლივდება? მაგალითად, თუ ქალი ყურადღებას აქცევს ჯანსაღყვებას, კარგად ძინავს, სტრესი არ აქვს ცხოვრებაში, მაინც იკლებს შანსები, რომ 35 წლის ზემოთ დაორსულდეს? ამას გულისხმობთ? იცით როგორ არის, ეს არის გენეტიკურად განპირობებული მდგომარეობა ქალის. შეიძლება გარეგნულად იყოს ძალიან ახალგაზრდა, მაგრამ ბიოლოგიური საათი მაინც თავისას შვება და მაგას ვერც შევაჩერებთ და ვერც გავახანგრძლივებთ, ასე რომ ვთქვათ და არის 35 წელი, მაქსიმუმ 37 წელი, ასე თქვათ, კრიტიკული. 43 წლის ასაკში და მით უმეტეს 45 წლის ასაკში, პრაქტიკულად 1%-ზე ნაკლებიც შეიძლება გქონდეს შანსი დაორსულებით ჯანმრთელი და ჯანსაღი ბავშვის ყოლის. ანუ ასე არის ბუნება. ბუნებრივად. ესე იგი, რომელ წლამდე, რომელი წლიდან იწყება, ასე ვთქვათ, კლება, რეპროდუქციული უნარი, როგორ უწოდებთ თქვენ მას მედიცინაში? შვილოსნობის რეპროდუქციული რეზერვი. რა თქმა უნდა, როგორც თქვით, უკვე 35-37 წლიდან იწყებს კლებას პროგრესიულად. ეხლა ალბათ როგორ არის ჩემი აზრით ამაზე, შეიძლება უფრო ადრეც მოხდეს სამწუხაროდ. დიახ. ბევრად უფრო ადრე მოხდეს ნაადრევი განლევა, ნაადრევი კლიმაქსი. ყველა, მაგრამ მხოლოდ მე ყველა უკავშირებს ამას სხვადასხვა მიზეზებს, იგივე ვთქვათ, ჯანსაღი ცხოვრების წესი, ან ეკოლოგიური ფაქტორები, ან თქვათ იგივე მუშაობის რეჟიმი, მუდმივი სტრესი. ზედმეტი წონა, ან პირიქით ძალიან სიგამხდრეც უწყობს ამას ხელს. ორივე, რა თქმა უნდა.
მავნე ჩვევები, რა თქმა უნდა, თამბაკო, ალკოჰოლი, ნარკოტიკები, ეს ყველაფერი. ალბათ რაღაცა ხდება ბუნებაშიც, იმიტომ რომ ალბათ თქვენ მე ბევრჯერ გამიგია პაციენტებისგან აი ბებია დაორსულდა თქვათ 45-50 წლის ასაკში ბოლო აბორტი გაიკეთა რაღაცა მაშინ ხო არ არსებობდა ინვიტრო რო ყოფილიყო დავიჯერებდი რომ თქვათ ინვიტროთი და დონაციით შეიძლება დაორსულებულიყო 46 წლის ასაკში მაგრამ მაშინ ეს ბუნებაში არ იყო დიახ მაგრამ ესეთი ფაქტები ხო არსებობს ეს არის გამონაკლისი ადრე უფრო იყო ეხლა მე არ მსმენია სიმართლე რო გითხრა რომ 45 წლის ზემოთ ორსულობა ბუნებრივი ორსულობა რო დამდგარიყო ადრე უფრო იყო მე ასე მგონია ეს ჩემი ძალიან სუბიექტური აზრია ხო მაგრამ მეც მსმენია იცით რომ 45-47 წლის შემდეგ დამდგარა აი ბავშვობაში მესმოდა ეს ნუ ბავშვობაში 10 წლის წინ 15 წლის წინ მაგრამ ეთყობა რაღაცა მაინც შეიცვალა მე ასე მგონია ნამდვილად ანუ შეიცვალა რაში გარემოში ალბათ გარემო და გარემო მოქმედებს ალბათ ყველაფერს უკვე ორგანიზმში ხო გარემო აი თქვენ ახსენეთ სტრესი ალბათ ის ბებიები საერთოდ არ იყვნენ სტილი დიახ რაღაცნაირად რეჟიმი დღე ღამე რაღაცა დატვირთვა ზედმეტი ემოციური დატვირთვა მაგრამ აი თუ თქვა ჩვენ ვამბობთ რომ ბუნებას ვერ შევეწინააღმდეგებით რეპროდუქციული ეს შვილოსნობის ეს რეპროდუქციული უნარი თქვა 35-17 წლიდან იკლებს მაგრამ 27 წლამდე როგორ უნდა იცხოვროს ქალმა უფრო დეტალურად რომ მოგვიყვეთ აი რას თვითონ აი მასზე რა არის დამოკიდებული გასაგებია ამ გენეტიკით აი რას მოჩამოვთვალე ეს არის ძირითადი ფაქტორები რაც შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ჯანსაღი ცხოვრების სტრესი რა თქმა უნდა კვება სწორი კვება ფიზიკური დატვირთვა რო კონდეს ქალს და ნუ ეს ძირითადი არის. ანუ ვარჯიში, სწორად იკვებოს. ეხლა არის აი მაგალითად უამრავი დიეტა, უამრავი კვების რეჟიმი, ესეთი ჯობია თუ ისეთი ჯობია. არსებობს რაღაცა ითქვათ სტანდარტული უბრალოდ რომ ვიცოდეთ ეს და ზედმეტად თავი არ დავისტრესოთ, ზედმეტი კონტროლისგან ასე რომ. ეხლა მე მაგაში რაციონალური კვება რასაც ქვია დაბალანსებული და უკვე ადამიანზე თვითონ დამოკიდებულია და ამას აქვს უკვე ალბათონმა უნდა იცოდეს მისთვის რა არის უფრო საჭირო და უფრო მარგებელი. თვითონ უნდა ასეთი, იმიტომ რომ წლიდან წლამდე იცვლება იგივე რეკომენდაციები, კვების რეკომენდაციები. საქართველოში თითქოს ეს უშვილობის თემა არის ქალის პასუხისგებლობად გაგებული. თითქოს ქალს აკისრია ეს პასუხისგებლობა. შეგიძლიათ ვისაუბროთ კაცის პასუხისგებლობაზე? იცით რა არის შეიძლება უკვე შეიცვალა რაღაცა დრო და უფრო ახალგაზრდა თაობა მოდის პაციენტების, მაგრამ ნამდვილად ასე იყო დაახლოებით ჯერ კიდე 20 წლის წინ. იმიტომ რომ ქალი დადიოდა თვეობით იკვლევდა, კურნალობდა და ამ დროს მამაკაცი შეიძლება ერთი წელი თავიდანვე არც მისულიყო თავის ნუ თქვათ ანალიზებზე და უკვე ისე მიდის მედიცინა განვითარებულები არიან ექიმების, პაციენტების და მიზეზის დადგენა ჩვენ შეგვიძლია ერთ თვეში, მაქსიმუმ 2 თვეში. და აუცილებლად პირველივე ვიზიტზე უნდა იყოს წყვილი მოსული, როგორც ქალი, ასევე მამაკაცი, ყველაზე ადვილი არის მამაკაცის გამოკვლევა და გასაგები არის მაშინვე რა პრობლემა არის. ზოგადად უშვილობის მიზეზი დაახლოებით 35% მოდის ქალბატონზე, 35% მამაკაცის ფაქტორი არის, 20% შეიძლება იყოს ორივეს ანუ პრობლემაშია პრობლემა და შეიძლება დაახლოებით 10% ისეთი უშვილობა იყოს, როცა რეალური მიზეზი არ არის. ანუ გაურკვეველი გენეზის უშვილობა. ესეც შეიძლება მოხდეს. დიახ, ესეც შეიძლება და რა თქმა უნდა, როცა წლობით არის ესეთი მდგომარეობა, იქ პირველი და ნუ ყველაზე რეალური მკურნალობა არის ინვიტრო განაყოფიერება. სანამ ინვიტროზე გადავალთ, აი მაინც კაცმა როგორ უნდა, აი ჩვენ რაც ჩამოვთვალეთ, ქალმა როგორც უნდა მიაქცევას ყურადღება. იგივე მამაკაცთან, იგივე მისი მამაკაცის ფაქტორი, რასაც ქვია სპერმის პრობლემა, ეს არის რაოდენობა, სპერმატოზოიდების მოძრაობა, მორფოლოგია
დამოკიდებული არის დაახლოებით იგივე ფაქტორებზე. შეიძლება იყოს რაღაცა სამედიცინო იმითი გამოწვეული, ჰორმონალური დარღვევები შეიძლება იყოს, რაღაცა გენეტიკური პრობლემები და იგივე არაჯანსაღის ცხოვრების წესი და სტილი ცხოვრების, უმოძრაობა, ჭარბიწონა და ასე შემდეგ. ალკოჰოლი, დიახ. სხვადასხვა მოსაწევი საშუალებები რა და ეს თქმა უნდა, რა თქმა უნდა. ყველაფერი მოქმედებს. დიახ. ახლა რაც შეეხება კვერცხუჯრედის გაყინვას, მოდით პატარა ისტორია რომ მოგვიყვათ, თუ გაიხსენებთ, აი პირველად თქვენს გამოცდილებაში, როდის გქონდათ ეს შემთხვევა და მე მაინტერესებს ასევე ზოგადად პირველი შემთხვევა როდის იყო მსოფლიოში. მოდით ზოგადად დავიწყოთ. კი ბატონო, დავიწყოთ ზოგადად. ანუ კვერცხუჯრედების გაყინვა ხდება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენ ვიწყებთ და მიზეზი არის ორსულობა, რომელიც არის მიღებული ინვიტრო განაყოფიერებით. ანუ ქალის სხეულის გარეთ ხდება იმ კვერცხუჯრედის განაყოფიერება, როგორც ამოღება ხდება ქალის საკვერცხეებიდან გარეთ, ისე ხდება მერე განაყოფიერება და ისე უკვე ემბრიონის გადატანა საშვილოსნო ზრუში. ახლა ყველამ ვიცით ჩვენ დარგში, ვინც მუშაობს, პირველი ინვიტრო განაყოფიერება შედეგიანი მოხდა 78 წელს ინგლისში, დაიბადა პირველი ბავშვი. დიახ, მერე ლუიზა ბრაუნი. ეს მოხდა და მერე ვითარდებოდა ეს დარგი. და ეთყობა, როცა უკვე გადაგვაქვს, როცა მოხდა ისე, რომ მიიღეს ერთზე ან ორზე მეტი განაყოფიერებული კვერცხუჯრედი ან ემბრიონი, უკვე დადგა იმის მოთხოვნა, რომ ყველა ემბრიონის გადატანა არ შეიძლებოდა, დანარჩენი ასე თქვათ მორჩენილი ემბრიონების ბედი, როგორ უნდა გადაწყვეტილიყო და ალბათ მე ასე მგონია, რომ მაშინ ხდებოდა უკვე განვითარება გაყინვის, ემბრიონების გაყინვა. ან არის ისეთი შემთხვევა, როცა მიღებული ემბრიონი გვაქვს უკვე დრო არის გადატანის, მაგრამ რაღაცა მიზეზების გამო არ შეგვიძლია ამის გაკეთება, ან რიგზნობს თავს ცუდად, ან რაღაცა სხვა და მაშინ კარგი დრო არ არის. დიახ და მაშინ საჭიროა უკვე გაყინვა ემბრიონების. როგორც კი დაიწყეს, მე ასე მგონია ემბრიონების გაყინვა, მაშინვე დადგა საკითხი იმაზე, თუ შეიძლება კვერცხუჯრედის გაყინვა. როგორც მახსოვს, პირველი ბავშვი დაიბადა გაყინული კვერცხუჯრედიდან, განაყოფიერებული 86 წელს ავსტრალიაში. და მის მერე ეს მეთოდები იხვეწება, როგორ არის, იცით, აი საერთოდ ეს დარგი ინვიტრო რეპროდუქტოლოგიური დარგი ინვიტრო განაყოფიერება ძალიან სწრაფად განვითარებადი არის. აი ყოველ წელს რაღაცა სიახლე არის და იხვეწება ყველა მეთოდოლოგია, იგივე ტექნოლოგიები, ხსნარები, სამუშაო მასალები. აი უბრალოდ აი თქვა 20 წლის წინ იყო ძალიან დაბალი პროცენტი გამოყენების კვერცხუჯრედების, იმიტომ რომ მათი გადარჩენა ხდებოდა, ალბათ 20% გაყინული. დიახ, სხვა მეთოდი იყო რაღაცა ნელი გაყინვის. და რაც შემოვიდა ახალი მეთოდი სწრაფი გაყინვის, ალბათ 15 წელია, უფრო მეტიც, უფრო ფიქრობენ კვერცხუჯრედების გაყინვაზე. იმიტომ რომ ემბრიონების გაყინვა უფრო ადრე ხდებოდა, მამაკაცის სპერმის გაყინვაც პრობლემა არანაირი არ არის, ძალიან ადვილი პროცედურა არის, უფრო სათუთი იყო კვერცხუჯრედის გაყინვა და მისი გადარჩენა გამოლღობის მერე. იყო უფრო სათუთი? ხო, ეს უკვე ბიოლოგიური ასპექტები არის, იქ რაღაცა უფრო თვითონ როგორც უჯრედი და კვერცხუჯრედი უფრო ნაზი იყო, ასე რომ ვთქვა, ძალიან პრიმიტიულად. ხო და უკვე აი მაგალითად მე ყოველთვის იგივე 15 წლის წინ მირჩევნობდა, რომ განაყოფიერებული კვერცხუჯრედი გაგვეყინა. ეს იმ შემთხვევაში, როცა წყვილი არის და პარტნიორი არის. უფრო ინახება და უფრო ვიდრე კვერცხუჯრედის გაყინვა. იმიტომ ტექნოლოგიები და პირობები არ იყო. ვითარდება, დიახ, და ეხლა უკვე იმდენად დახვეწილი არის ეს ტექნოლოგიები, რომ
უკვე 100%-დან ალბათ 95% ისევ მდგომარეობაში ხდება კვერცხუჯრედი, როგორც გაყინვამდე. და ამიტომ შანსიც საკმაოდ დიდი არის ამ გაყინული კვერცხუჯრედების გამოყენება, განაყოფიერება და ჯანსაღი ორსულობის მიღება. დეტალები კიდე მაინტერესებს რა თქმა უნდა ამ პროცედურაზე, მაგრამ თქვენ პრაქტიკაში პირველი შემთხვევა. ჩემ პრაქტიკაში ხო, კიდე ის არის, რომ საქართველოში მე ძალიან მიხარია, რომ აი თქვათ იგივე 20 წლის განმავლობაში, რომ ძალიან შეიცვალა პაციენტების მიდგომა. თქვათ იგივე 15-20 წლის წინ პაციენტმა არ იცოდა, როდის მიემართა ინვიტრო განაყოფიერებას. და იგივე ექიმები ეუბნებოდნენ, წლობით დადიოდნენ, მკურნალობდნენ, უშედეგოდ და რა გეჩქარება, ინვიტროს გაიკეთე ბოლოს და ბოლოს. ასეთი ის იყო, თქვათ, წლების წინ. და ეგონათ, რომ პანაცეა არის ინვიტრო განაყოფიერება და ნებისმიერ შემთხვევაში დადგება ორსულობას. ასე არ არის ნამდვილად იგივე, იმიტომ რომ ინვიტრო განაყოფიერების შედეგი არის დამოკიდებული პირველ რიგში ქალის ასაკზე. ინვიტრო განაყოფიერებაც, იმიტომ რომ რაც უფრო ახალგაზრდა ჯანსაღი და კვერცხუჯრედი გვაქვს, შეიძლება რაოდენობა იყოს სხვადასხვა, მით უფრო დიდი შანსი არის ორსულობის მიღების. ეს იყო ადრე და ადრეც კიდე უკვე იყო ისეთი ტენდენცია, რომ ახალგაზრდა პაციენტები ექიმის გარეშე უკვე იცოდნენ მიზეზი, როცა იცოდნენ პირდაპირ შეეძლოთ მიემართათ ინვიტრო განაყოფიერებაში, არ ჭირდებოდათ რაღაცა დიდი რეკომენდაცია. ანუ იმდენად ინფორმირებულები იყვნენ. ეხლა უკვე მოდის ისეთი ის, რომ საქართველოში შეიძლება ცოტა ნაკლებად, მაგრამ ევროპაში, საზღვარგარეთ, დასავლეთში ქალები თვითონ ხვდებიან და ითხოვენ და ინტერესდებიან. აი თქვათ 35 წლამდე არ დაორსულდა, არ ყავს პარტნიორი, არ აპირებს თქვათ ჯერჯერობით დაორსულობას და უკვე პაციენტი თვითონ ეძებს რა გააკეთოს, ვის მიმართოს. საქართველოშიც მოდის ამისი განვითარება, ასე თქვათ, პაციენტების უკვე ხვდებიან, რომ ნებისმიერ ასაკში ვერ გააჩენს ქალი და ვერ დაორსულდება. დიახ, და უკვე ფიქრობენ მაგაზე. ეს ერთი ასპექტია, როცა ქალს, უნდა თავისი სურვილით, ასე შენახვა თავისი ბიოლოგიური მასალით, იმისთვის, რომ მომავალში გამოიყენოს. მეორე არის სამწუხაროდ, როცა არის სამედიცინო ჩვენებები და რეკომენდაციები. რას გულისხმობთ? აი მაგალითად, ქალს ჯერ არ არის, თქვათ, დაოჯახებული, არ ყავს მარტოხელა ქალი, ასე რომ ვთქვათ, დაუდგინდა ონკოლოგიური დაავადება. ესაჭიროება ან ქირურგიული მკურნალობა, ან სხიური თერაპია, ან ქიმიოთერაპია. ონკოლოგიური დაავადებებიდან დაახლოებით 20-დან 40% მოდის ქალის რეპროდუქციულ ორგანოებზე, საშვილოსნოს საკვერცხე, საშვილოსნოს ყელი. ამ შემთხვევაში რეკომენდირებული არის მკურნალობის დაწყებამდე, იმიტომ რომ ეს მკურნალობა პრაქტიკულად ართმევს შვილოსნობის უნარიანობას ქალს. და ამიტომ დაწყებამდე ურჩევენ პაციენტებს, და პაციენტი თვითონ ფიქრობს მაგაზე, რომ შეინახოს თავისი ბიოლოგიური მასალა ან კვერცხუჯრედები. ესეც ჩემი აზრით მე რო ვფიქრობ, იცით, იმიტომ რომ მედიცინა წინ მიდის და ვთქვათ იგივე 20 წლის წინ რომ დაუდგენდნენ ადამიანს ონკოლოგიურ დიაგნოზს, ეს უკვე რაღაცა სასიკვდილო განაჩენივით იყო და ადამიანი შეიძლება ვერ ფიქრობდა იმაზე, ოღონდ გადარჩეს რამოდენიმე წელი იცხოვროს და უკვე მომავალ შვილოსნობაზე შეიძლება მაშინ ვერც ეფიქრა. და ეს იქნება ერთგვარი мотиваცია. ეს არის დიახ, ეხლა დღევანდელ დღეს უკვე ვიცით ჩვენ, რომ ონკოლოგიური დაავადებების განკურნადი არის, შანსი აქვს, რომ სრულფასოვნად იცხოვროს ადამიანმა მკურნალობის შემდეგ და ამიტომ უკვე ფიქრობენ იმაზე, რომ შვილის გააჩინონ, დედაც გახდეს და თვითონ ეს ფაქტი, რომ მე კვერცხუჯრედი მელოდება, მე აუცილებლად უნდა გამოვჯანმრთელდეს. რა თქმა უნდა, ძალიან მოქმედებს განწყობა იცვლება მაგ დროს და სტიმულაცია არის ძალიან დიდი. ხო, და მედიცინა ხო ეს გარდა იმისა, რომ შემკურნალობ, ამას გარდა ხო უნდა კონდეს შესაბამისი განწყობა შექმნილი, რომ განიკურნო. რა თქმა უნდა. ეს ფსიქოლოგიური მომენტი ხო ძალიან მნიშვნელოვანია. ყველაფერი არის ფსიქოლოგიური მომენტი, მინდა გითხრათ. პაციენტის განწყობა, მე მგონი 80% არის მეტი თუ არა შედეგის.
ხო. დიახ. ამაზე მე კიდე დეტალურად ვისაუბროთ, ეს ქალის ფსიქოლოგიური მდგომარეობა ძალიან მაინტერესებს ასეთ უშვილობის დროს. და მაინტერესებს ახლა თქვენი პრაქტიკა როდის იყო პირველად, როცა კვერცხუჯრედის გაყინვის პროცედურა გამოვიყენეთ, დიახ. სიმართლე გითხრათ, აი შეიძლება მანამდე არ მახსოვს, მაგრამ ასე წინასწარ შესანახად კვერცხუჯრედები თუ გქონდა გაყინული, მე არ მახსოვს, მაგრამ იყო ერთი ძალიან საინტერესო შემთხვევა. პაციენტი, უკვე მომზადებული პაციენტი ინვიტროსთვის, ქალბატონი უკვე სტიმულაციას გეტყვით, რისთვის არის საჭირო, ეს არის მომზადება ინვიტრო განაყოფიერებისთვის, არის მკურნალობა მედიკამენტებით, სადღაცა 12-14 დღე სჭირდება ყოველდღიური ინიექციებით, იმისთვის, რომ მივიღოთ 1-ზე მეტი კვერცხუჯრედი. ამაზე არის დამოკიდებული შედეგი. და ამას ქვია საკვერცხეების კონტროლირებადი სტიმულაცია. ანუ რომ მოდის რამოდენიმე ფოლიკული, რომ მივიღოთ რამოდენიმე კვერცხუჯრედი. პაციენტები წინასწარ იყვნენ გამოკვლეულები და ვიცოდით, რომ მამაკაცის ფაქტორი იყო ძალიან მძიმე ოლიგოსპერმია ჰქონდა მამაკაც, მაგრამ იყო დასაშვები მიკრომანიპულაციისთვის გასაკეთებლად. ქალბატონთან მივიღეთ 6 კვერცხუჯრედი და მამაკაცის ბიოლოგიურ მასალაში აღმოჩნდა, რომ არც ერთი სპერმატოზოიდი არ იყო. არც ერთი და იქვე შევთავაზეთ ქირურგიული ჩარევა, როცა ხდება სათესლე ჯირკლებიდან ამოღება მასალის და იქ მოძებნა, მაგრამ ეს პაციენტი არ იყო მაგისთვის მზად და თანახმა. და დიახ, აღმოჩნდა ისე, რომ ჩვენ გვაქვს 6 კვერცხუჯრედი და არც ერთი სპერმატოზოიდი. დიახ, არც ერთი სპერმატოზოიდი. მაშინ რა თქმა უნდა, პაციენტების თანხმობით გავყინეთ ეს კვერცხუჯრედები. და პაციენტი თვითონ თქვა, რომ მე ისევ მოვალ თქვენთან, ოღონდ ვიქნები უფრო მზად. შეიძლება, არ ვიცი, მე ახლა არ მინდა რაღაცა ცუდი თქვა მამაკაცებზე, მაგრამ ცოტა ალბათ მშიშრები არიან, მჭირდებოდა უფრო სხვანაირი მომზადება. ორ თვეში ჩამოვიდა უცხოელი იყო. რა თქმა უნდა, წინასწარ ჯერ ჩვეულებრივი ანალიზი გავაკეთეთ, როცა ვერ აღმოვაჩინეთ, გავაკეთეთ ტესა. ეს ქირურგიული ჩარევა, მივიღეთ 4 ცალი მოძრავი სიცოცხლის უნარიანი სპერმატოზოიდი. გამოვალღვეთ კვერცხუჯრედები, 4 კვერცხუჯრედი გავანაყოფიერეთ, მესამე დღე სამდღიანი 2 ემბრიონი გადავიტანეთ და მივიღეთ ძალიან კარგი ორსულობა. ეხლა ეს ბავშვი არის 7 წლის. უკვე ეს მოხდა 2018 წელს. იცით რა არის, მე სულ ვფიქრობდი, ეს იყო პირველი შემთხვევა, მე ლიტერატურაში არ მინახია დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც პირველი შემთხვევა იყო ეს. იმიტომ რომ არავის არ გამოუცხადებია იმ პერიოდში. რომ თქვათ ასე, რომ თეორიულად ისეთი არაფერი სირთულე არ არის თითქმის. იმიტომ რომ ასეთი პროცედურები მანამდეც გაგვიკეთებია, არა გაყინული კვერცხუჯრედებით, მიგვიღია არაჩვეულებრივი ორსულობა. თეორიულად არაფერი, მაგრამ პრაქტიკულად, იცით, ჩემთვის მაგალითად ეს იყო სასწაულის სტოლფასი, დიახ. კიდე ერთი შემთხვევა მახსოვს, COVID პანდემიის დროს, 21 წელი იყო თუ არ ვცდები, მომზადებული არის ქალბატონი, აქვს ძალიან ბევრი ფოლიკული და წინა დღეს მამაკაცი პროცედურის ამოღების ასპირაციის წინა დღეს მეუღლე მოხვდა რეანიმაციაში COVID-ის გამო. იმ სტიმულაციის პროცედურის გაჩერება, გადადება არაფრით არ შეიძლებოდა და ვერც მასალას ვერ ვღებულობთ. რა გვექნა, რა თქმა უნდა, გავყინეთ ეს კვერცხუჯრედები. გავყინეთ და ერთ თვეში თუ ორ თვეში უკვე სრულად გამოჯამთელებული იყო ეს პაციენტი, როგორც იგივე სპერმის მაჩვენებლით. ჯერ მამაკაცმა ჩააბარა მასალა, იყო ნორმალური, გამოვალღვეთ. უკვე გავზარდეთ, იქ საკმაოდ ბევრი იყო კვერცხუჯრედი მეხუთე დღემდე. გადავიტანეთ პაციენტის მოთხოვნით 2 5-დღიანი ემბრიონი, მივიღეთ არაჩვეულებრივი ტყუპები.
აი ესეთი რაც გამოვიყენეთ პრაქტიკულად ესე იგი თავიდან ასე რომ ვთქვათ, ეს ხდებოდა გარდაუვალობის გამო. აი სხვა გზა არ აქვს, უნდა გავყინოთ კვერცხუჯრედი, მაგრამ როგორ ხდება დღეს? აი იცით რისი თქმა მინდა, იმიტომ რომ აი მარტო ხელა ქალის მოსვლა ესეც რაღაცა ეტყობა ფსიქოლოგიური მომენტი არის. ხდებოდა ისე, როცა წინასწარ ვყინავდით განაყოფიერებულ კვერცხუჯრედებს, როცა ვიდეოცოდით ქალს გასაკეთებელი ქონდა რა ჩარევა, ქირურგიული ჩარევა, მაშინ წინასწარ ვიღებდით კვერცხუჯრედებს, ვანაყოფიერებდით და ემბრიონებს ვინახავდით. ნუ ეს როცა ქალს ყავდა პარტნიორი. უკვე რო ყავს, ხო. დია, როცა ყავს პარტნიორი, ასეთი შემთხვევა ძალიან ბევრი გვაქვს და აი ეხლა იშვიათად მოდიან მაინც ქალბატონები ამ პროცედურაზე. ანუ, როდესაც ქალბატონი არის მარტოხელა, ჯერ არ ყავს იშვიათობაა? ის შედარებით იშვიათობაა, შედარებით. კი არიან პაციენტები, კი რამოდენიმე პაციენტს გავუყინეთ, მაგრამ ისე როგორც უნდა იყოს, ალბათ ჯერჯერობით მასე არ არის. როგორი პროცედურაა კვერცხუჯრედის გაყინვის პროცედურა? აი რა ხდება? მაგალითად, გოგო, რომელმაც გადაწყვიტა, რომ შეიძლება ეს გოგო იყოს 25 წლის სიტყვაზე და გადაწყვიტა, რომ მე უნდა გავყინო ჩემი კვერცხუჯრედი, იმიტომ რომ ჯერ არ ვგეგმავ დაოჯახებას, არ ვიცი როდის დაოჯახდები და მაინც მინდა რომ შვიდად ვიყო. ალბათ ეს არის მთავარი мотиваცია, რატომაც ყინავენ ასეთ დროს. აი რა ხდება? ეს გოგო მოდის თქვენთან. აი პირველივე დღიდან, შეხვედრის პირველი დღიდან ბოლო დღემდე რომ აგვიხსნათ პროცედურა როგორ მიმდინარეობს. ნუ რა თქმა უნდა, ახლა ექიმა უნდა ჩაეძიოს რატო აკეთებს ამას. რა თქმა უნდა, რამდენად არის გათვითცნობიერებული ამ საკითხში ეს პირველი 25 წლის გოგოსთვის ცოტა უცნაური არის ჩემთვის. ხო. პირადად მე ხდება სტანდარტული გამოკვლევა პაციენტის ეს ალგორითმით მიდი სტანდარტული კვლევები არის ძირითადად უკუჩვენება ამ პროცედურისთვის ახლა ჯამთელი ქალისთვის არ არსებობს. მე იგეგმება როგორც თქვი უკვე კონტროლირებ საკვერცხეების სტიმულაცია უნდა მოხდეს. ეს როგორ ხდება სტიმულაცია? როგორც გითხარი დაახლოებით 12-14 დღე პაციენტი ყოველდღიურად იკეთებს ინიექციებს, ინსულინის ნემსები არ არის მტკივნეული, თუ თვითონ არ შეუძლია ეშინია კლინიკაში მოდის და პერიოდულად დაგეგმილ დღეებში აუცილებლად რა თქმა უნდა კეთდება მონიტორინგი, ეხოსკოპიური მონიტორინგი, წინასწარ უნდა განსაზღვროთ ამ მედიკამენტების დოზა, იმიტომ რომ შეიძლება ორჯერ მეტი დაჭერდეს ერთ პაციენტს, ვიდრე თქვა ჩვეულებრივად ინდივიდუალურად უნდა. ეს ჰორმონალურ მედიკამენტებზე საუბარი. კი. ეს რატომ არის საჭირო? აი რატო არ შეიძლება ამის გარეშე? იმიტომ რომ ბუნებრივ ციკლში მაქსიმალურად 2 კვერცხუჯრედი შეიძლება მივიღოთ, ისიც თუ გენეტიკაში არის ტყუპები. ძირითადად არის ერთი ფოლიკული, მწიფდება ერთი კვერცხუჯრედი, მერე ჩვენ უნდა დავგეგმოთ ოვულაციის წინ ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ, ან შეიძლება წინასწარ დავკარგოთ ეს კვერცხუჯრედი, ასე ვთქვათ, მოხდეს ოვულაცია და ნუ ერთი კვერცხუჯრედის გაყინვა კი შეიძლება რომ იყოს, მაგრამ რატომ? როცა პაციენტი მოდის ამხელა პროცედურაზე, ურჩევთ ხოლმე ამ სტიმულაციას, რომ მივიღოთ ერთზე მეტი კვერცხუჯრედი. მე როგორც თქვენ ახსენეთ, შეიძლება 30-იც იყოს. რა თქმა უნდა. და ამ დროს, აი მე მინდა დავინახო კარგად განსხვავება, რა ხდება, როცა ბუნებრივად თქვათ ერთ კვერცხუჯრედს იღებთ და იმას ყინავთ და რა ხდება, როცა 30-ს სტიმულაცია რამე არის სიმართლე გითხრათ, ბუნებრივად გასაყინად ერთი კვერცხუჯრედი და ერთი ფოლიკული არასდროს არ გამიკეთებია, იმიტომ რომ დიდი მას ვერ ხედავ მაგაში შედეგს. ანუ იმისთვის, რაც პაციენტს სჭირდება, ერთი კვერცხუჯრედის აღება და გაყინვა ძალიან ისეთი მცირე შანსი არის, რომ მივიღოთ მომწიფებული, რასაც ქვია, ჩვენ გვჭირდება კარგი მომწიფებული კვერცხუჯრედი და მაგის ის არის ძალიან დაბალი ბუნებრივ ციკლზე. ანუ
ანუ ხელოვნურ სტიმულაციას არანაირი გვერდითი მოვლენა არ აქვს, ეს ძალიან ბუნებრივად ხდება, როდესაც მწიფდება და შეიძლება მივიღოთ მრავალი კვერცხუჯრედი, ხო? რა შვიდად თქმა უნდა, ვიყოთ ამ დროს. გვერდითი მოვლენები, რა თქმა უნდა, შეიძლება იყოს. ძირითადად ხდება ხოლმე იმის პროცედურის მერე რაღაცა გვერდითი მოვლენა, დისკომფორტი, ასე რომ ვთქვათ, რთული გართულება 1%-ზე ნაკლები არის. ისეთი როგორც თქვა სიზღდენა, ან ინფექცია, ანუ თქვათ რაღაცა ორგანოების დაზიანება, ეს ხდება ვაგინალური ეხოსკოპიის ქვეშ. ჩვენ ვხედავთ ძალიან კარგად, რას ვაკეთებთ. და წინასწარ, რა თქმა უნდა, პაციენტი ამისთვის მომზადებული არის. მაგრამ ეს არის დროებითი ეს დისკომფორტი, რომელიც თქვათ ერთ კვირაში უკვე თავისთავად ანუ ისე შეიძლება ჩაიაროს, რომ არანაირი დისკომფორტი არ შეიძლება გქონდეს. ზუსტად ასე ჩაიაროს, რომ არანაირი და უკვე იმ დღეს 2 საათში პაციენტი მიდის კლინიკიდან, ხდება ხანმოკლე ნარკოზის, ვენური ანესთეზიის საშუალებით და ნუ მეორე დღეს უკვე შრომით უნარიანი არის პაციენტი. ესე იგი, რა ხდება ამის შემდეგ? ესე ამის შემდეგ ჩვენ ვაკეთებთ ფოლიკულების ასპირაციას, ანუ საკვერცხეებში იზრდება ფოლიკულები, რომლებიც შეიცავენ კვერცხუჯრედს, ვიღებთ სითხეს, ვაძლევთ ემბრიოლოგს. ემბრიოლოგი უკვე მიკროსკოპის ქვეშ ეძებს იქ კვერცხუჯრედებს, ეძებს და ნახულობს მომწიფებულ კვერცხუჯრედებს. შემდეგ, როგორც მივიცი, ემბრიოლოგი არ არის უკვე, რადგან სწრაფი მეთოდი არის ვიტრიფიკაციის, ათავსებს სპეციალურად დამცავ ხსნარში კვერცხუჯრედებს, მერე კონტეინერებში, ასე ვთქვათ, სინჯარებში თავსდება და პირდაპირ ათავსებენ აზოტის კონტეინერებში და ინახება -196 გრადუსზე. აზოტში, ესე იგი დაყინვა თხევად აზოტში. რამდენი ხანი შეიძლება შეინახოს? წლობით. წლობით. დიახ. აი 10 წელი შეიძლება შეინახოს. დიახ, შეიძლება შეინახოს 10 წელი. კარგით. შევინახეთ 10 წელი, თქოთ გადის 10 წელი და ქალი, რომელიც არის უკვე დაოჯახებული, აქვს გადაწყვეტილი უკვე დაორსულება, გაკითხავთ ისევ თქვენ და მერე რა პროცედურა იწყება? იცით რა არის, მე ყოველთვის მინდა პაციენტს ურჩიო, რომ კი, შეინახა, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში გააჩნია რა ასაკში გათხოვდა, რომ პირველ რიგში ეცადოს ბუნებრივად. დაორსულებას და არა პირდაპირ თქვა და ხდება ასეთი რაღაცა. და ნებისმიერ შემთხვევაში ახლა ქალს თუ აქვს რაღაცა შანსი რომ ბუნებრივად მე ვარ ძალიან ბედნიერი, როცა არ ჭირდება იგივე ინვიტრო განაყოფიერება და მქონია ასეთი შემთხვევებიც. შენახული ქონიათ და შენახულიც ქონიათ კი, ან სანამ მოვიდა და გაიკეთა პროცედურა უკვე გადაწყვეტილი რო ქონდა, წლობით რო ქონდა უშვილობა და ეტყობა რაღაცა იხსნება, როცა უკვე იცის რომ სხვა რაღაცას უნდა მიმართოს და უცებ მოდის და ტესტი დადებითი აქვს და აღარ ჭირდება ინვიტრო განაყოფიერება. დიახ. და თუ ვთქვათ საჭიროა მაინც ეს ინვიტრო. ამ შემთხვევაში, ნუ ჯერ რა თქმა უნდა, მამაკაცის ბიოლოგიური მასალა უნდა ვნახოთ და როცა გვაქვს უკვე ვთქვათ იქ მამაკაცის სპერმა ნორმალური არის, მაშინ ხდება გამოლხობა. რა თქმა უნდა, როგორც მანამდე თქვი, უნდა იყოს დაგეგმილი, უნდა იყოს მენსტრუალური ციკლის მომზადებული, უნდა იყოს ქალბატონი და მერე ვანაყოფიერებთ კვერცხუჯრედს, რამოდენიმე ჯერ ვაკვირდებით, როგორ განვითარდება ემბრიონი და მერე ხდება გადატანა. გადატანა რას ნიშნავს? აი როგორი პროცედურაა გადატანა? ემბრიონის მოთავსება საშვილოსნოს ღრუში. ჩვენ გვაქვს ძალიან წვრილი და რბილი კათეთერი, ის ემბრიოლოგი იღებს კათეთერში ემბრიონს ან ორ ემბრიონს და ისიც ეხოსკოპიის კონტროლის ქვეშ შემყავს საშვილოსნოს ღრუში, საშვილოსნოს ყელიდან, ვხედავ კარგად სათვტოვებ და მერე უკვე თვითონ უნდა განვითარდეს და ასე ვთქვათ მიმაგრდეს. ანუ თქვენ რო ახსენეთ, ეს ხდება ყოველად ფხიზელ მდგომარეობაში, არანაირი ნარკოზი არ ჭირდება, ძალიან მარტივი პროცედურაა. და რა ხდება ამის შემდეგ, ვთქვათ, რა გარანტია არსებობს, რომ გაყინული კვერცხუჯრედით დადგება შვილოსნობა? არსებობს ესეთი, ვთქვათ, მოლოდინი აქვს, რომ აი 99% აუცილებლად მოხდება განაყოფიერება. 80 და
10% სამწუხარო ჯერ არსად არ არის მსოფლიოში. აჰა. ეს არის დამოკიდებული ისევ ასაგზე, ასე თქვათ, ქალის და კვერცხუჯრედის ასაგზე და შემდეგ უკვე ქალის მდგომარეობაზე. ესე იგი არ აქვს მნიშვნელობა კვერცხუჯრედი რა ასაკში ამოიღეთ და არა, გაყინეთ? პირიქით, მაგას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ანუ ეს რაც შეიძლება უფრო ახალგაზრდა ასაკში არის აღებული, მით უფრო დიდი შანსი არის მაგრამ თუ წარმატების. ქალი ამას 45 წლის ასაკში აკეთებს, აი აქ თუ თვითონ არის ქალბატონო 45 წლის ასაკის, მაგრამ კვერცხუჯრედი უფრო ადრე არის აღებული, მაშინ იგივე წარმატება არის, რაც იმ ასაკში აღებული და გადატანილი. ანუ იმას აღარ აქვს მნიშვნელობა, რომ ქალი უკვე 45 წლის არის და ის იცი რა, ამ შემთხვევაში ამ ასაკს, აი ჩემი გამოცდილებიდან არ აქვს. არა აქვს. ყველაზე უფროსი რამდენი წლის გაგინაყოფიერებია? 56-ის. 56 გახდა ეყოლა შვილი. მე ამას არ ველოდი, ცოტა შოქში. 56 დიახ. წლის. ანუ როგორი ქალი იყო, გთხოვთ აღმიწერე. ძალიან ჯამთელი, ძალიან მონდომებული, იმიტომ რომ წლობით მკურნალობდა ჩემთან რაღაცა, ხან გარე ორსულობა მოხდა, ხან არ განვითარდა და ასე მოხდა ეს. იმ პერიოდში რეკორდსმენი იყო საქართველოში. არა თვითონ რო თქვა, აქვს მოყოლილი ტელევიზიაში, იმიტომ ახსენე. გასაგებია. ესე იგი მე არ ვიცოდი ამ ფაქტის შესახებ. ხო, ეს ასაკი ახლა როგორ არის იცი ჩემი აზრით. ნუ მთელ მსოფლიოში მიღებული არის ზოგადად 50 წელი, შეიძლება 55 წელი საქართველოში არ არის ასაკის შეზღუდვა. ინვიტრო მკურნალობისთვის, მაგრამ თქვათ ერთი ქალბატონი მოვიდა 60 წლის ასაკის იყო, არაჩვეულებრივად ჯამთელი, ადრნაირი უკუჩვენება არ ქონდა მაგას. ორსულობისთვის, რა თქმა უნდა, თქვათ ჭირდებოდა დონორის კვერცხუჯრედით, იმიტომ რომ თავისი შენახული არ ქონდა. სიმართლე გითხრათ, მე უარი უთხარი მკურნალობაზე. შეიძლება საბედნიეროდ ბევრი კლინიკა არის საქართველოში, შეიძლება სხვა საერთო თავის თავზე პასუხისგებლობა, მაგრამ მე ჩავთვალე, რომ მარტო ქალის ჯამთელობა და ჯამთელი ორსულობა არ არის, იმიტომ რომ რაღაცნაირად პასუხისგებელი ვიყავი ბავშვის მომავალზეც, ასე რომ ვთქვათ. არ ვიცი, რამდენად სწორად გავაკეთე, იმიტომ რომ ძალიან ისეთი თემა არის, რომ მაგ დროს რამდენადმეზე ფიქრობთ და რამდენი გრძნობა და ემოცია გაქვთ თავში. შეიძლება ცუდად მოვიქეცი, მე არ ვიცი, მაგრამ შეიძლება სხვანაირად გადაწყვეტოს. ახლა რაც შეეხება საქართველოში ამ მხრივ მდგომარეობას, მკურნალობის ხარჯები. რა ჯდება კვერცხუჯრედის გაყინვა და მერე განაყოფიერება საქართველოში, აი თქვათ ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით და თუ ანაზღაურებს ამას დაზღვევა. იცით არ არის რაშია საქმე, საკმაოდ ძვირადღირებული პროცედურა არის ეს. თვითონ ტექნიკური მხარეა, იმიტომ რომ მასალა არის ერთჯერადი, საქართველოში არის წარმოება, რაც ჩვენ გვჭირდება. მერე იგივე მედიკამენტები და წამლები და როგორც გითხარით, გააჩნია რამდენი დაჭირდება ქალბატონს ამ ყველაფრისთვის, როგორც ინვიტროს პროცედურა ჯდება, ვთქვათ, იგივე ჯდება გაყინვა, დაახლოებით მეტნაკლებად. ძვირი არის ეს და ნუ ახლა ზუსტად ფასს ვერანაირად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ყველას ერთნაირად არის. დიახ. ნუ აი ევროპასთან შედარებით? ევროპასთან შედარებით შეიძლება როგორ გითხრათ, აი მაგალითად მე ვიცი ძალიან კარგად ესტონეთის მაგალითი, იმიტომ რომ ნუ ჯერ ამერიკელებთან ერთად გავხსენით კლინიკა, სადაც დავიწყე მუშაობა 2006 წელს. მერე ისე გამოჩნდა, რომ ესტონელი სპეციალისტები ჩამოვიდნენ, დაინტერესდნენ და მე პირადად ესტონეთთან დიდი კავშირი მაქვს 12 წელი იქ ვიცხოვრე, იქ დავამთავრე, იქ ვისწავლე ყველაფერი. და დავიწყეთ იმათთან ერთად. ერთ-ერთი ესტონელი პროფესორი არის, წარმოშვებით ესტონელი არის, შვედეთის ყველაზე ცნობილი კარალინსკას უნივერსიტეტის რეპროდუქტოლოგიის პროფესორი. იმიტომ დაერქვა თავიდან სკანდინავიური ცენტრი. ჩვენს კლინიკას, ხო და იქ ხშირად დავდიოდი და ფასები იყო დაახლოებით ერთი და იგივე. მაგრამ ეხლა ვფიქრობ რატო? იმიტომ რომ ესტონეთში სახელმწიფო დაზღვევა აფინანსებდა ამ პროცედურას თავისი წამლებით.
იქ იყო პრობლემა შობადობის, იქ დემოგრაფია არის 1,300,000 მოსახლეობა და მთავრობა ზრუნავდა დემოგრაფიაზე ამ შემთხვევაში და მე მგონი 53 წლამდე უფასოდ რამდენის დაჭირდებოდა, ოღონდ წელიწადში 3-ჯერ მეტი არა შეეძლო უფასოდ ჩაეტარებინა. უფასოდ სრულიად უფასოდ, დიახ. ვთქვათ ანალიზები, მკურნალობა. კი. და შობადობის სადღაცა 5%-მდე ადრე შეიძლება ახლა მეტიც იყოს, მოდიოდა ბავშვებზე იმით რომ განაყოფიერებით მიღებული. და ჩვენთან რა მდგომარეობა ამხრე? ჩვენთან ახლა მოგახსენებთ, რომ შობადობა წლიდან წლამდე კატასტროფულად იკლებს. და ჯერჯერობით დახმარება სახელმწიფო კი არა, კერძო და სადაზღვევო კომპანიებიდანაც არ მოდის. ანუ საერთოდ არ ეხება დაზღვევა? არანაირად, არც 1%-ით არა. არა, მე როგორც ვიცი არა, ჯერჯერობით არა. და ამაზე უნდა იმუშაონ, რა თქმა უნდა, ყველამ უნდა იმუშაოს მაგაზე, მაგრამ ჯერჯერობით მე როგორც ვიცი ეს ასია. და ამ დროს ესე იგი ეს მკურნალობა თავისი ჰორმონალური სტიმულაციით, თავისი ანალიზებით ძალიან ძვირი დიახ, რა თქმა უნდა. და ამას არ აფინანსებს სახელმწიფო. ნუ აი არ ვიცი. და ჩვენთან თქვენ ახსენეთ 1,300,000 იყო. ეს არის ესტონეთში და ჩვენთან მოსახლეობა. დიდად კი არა, ნუ კაი ორჯერ მეტი. ხო, ცოტა და მეტი. მithumetes გადის ეს ახალგაზრდობა რეპროდუქციული ასაკის სამწუხაროდ ქვეყნიდან. ხო, აი ეგეც არის. გადიან ეს ახალ შობადობა ისაც იგივე პრობლემა არის ახალგაზრდა ქალბატონები ფიქრობენ სამსახურზე, კარიერაზე, არ ჩქარობენ დაქორწინებას და ყველაფერი ეგ ძალიან საინტერესო თემა. ესე იგი ჩვენ თავიდან საუბარი დავიწყეთ იმითი, რომ ბუნებას ვერ შეეწინააღმდეგები, 35 წლის შემდეგ მცირდება შანსები, იმიტომ რომ იკლებს კვერცხუჯრედის რაოდენობა. ესე იგი წლებთან ერთად ქალის ბუნება არ შეცვლილა, მაგრამ კულტურა შეიცვალა. რა თქმა უნდა. ზუსტად. ხო და აი როგორ შევეგუოთ ამ ბუნებით, რასაც ვერაფერს ვერ შევცვლით, ვერანაირად ვერ გავახანგრძლივებთ, ხო? და აი რა ხდება, სად ვიპოვოთ ბალანსი თქვენი აზრით? აი რა უნდა ქნას ქალმა, რომელიც მიიჩნევს 30 წლამდე, რომ მე არ მინდა ჯერ ოჯახის შექმნა, მაშინ როცა 30 წლამდე ითვლება საუკეთესო ასაკი შვილოსნობისთვის. ნუ ერთი გზა არის, რომ წინასწარ გაყინოს თავისი ბიოლოგიური მასალა და კვერცხუჯრედები. ეს არის თუ საუკეთესო. კი აი თვითონ გათვისნობიერებს ამას, რა თქმა უნდა, თვითონ უნდა, ვერავინ ვერ ეტყვის, მე როგორც ექიმიც, აი მხოლოდ რეკომენდაცია შემიძლია მივცე. და მე თვითონ უკვე უნდა მომწიფთეს ამისთვის, ასე რომ თქვა და გადაწყვიტოს. მე მაგიტომ თქვი შესავალ სიტყვაში, რომ ეს არის მხოლოდ პირად გადაწყვეტილი. რა თქმა უნდა, ზუსტად. აი მხოლოდ, იმიტომ რომ ძალიან ემოციურია. აი რა როგორ ემოციურ მდგომარეობაში არიან ხოლმე ქალები, როდესაც მოდიან თქვენთან კვერცხუჯრედის გასაყინად? აი ხო გეუბნებით, ბევრი პაციენტი აქამდე არ მყავდა, მაგრამ ძალიან დადებითად. ხო, შემართებით. დიახ, დადებითად. აი რაღაც ეწნეხი ხო არ აქვს? არა, იმიტომ რომ მაგათი გადაწყვეტილებაა. მხოლოდ მაგათი. რა არიან დაახლოებით? გეტყვით, ვინც ყავდა, მე სადღაცა 14-36 წლის ასეთი ასაკის ძალიან ისეთი ინტელექტუალური ქალბატონები და მიტო გადაწყვიტეს ამის გაკეთება. და არანაირი უარყოფითი ისიც კი აი თქვათ იგივე დისკომფორტი თუ კონდათ პროცედურის მერე იმასაც ძალიან ისე ხებულობდნენ. ანუ რა საკია ყველაზე გონივრული? აი თქვენ ახსენეთ რომ ეხა 25 წლისო, არ ვიციო რატო უნდა გადაწყვიტოს 25 წლის. იცით რა არის, ესეც არის ძალიან ინდივიდუალური, იმიტომ რომ ნუ 37 წელი ჩემი აზრით არის უკვე როცა ქალმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება 37 წლამდე. მაგრამ თუ თქვათ იგივე პრობლემები აქვს ჯანმრთელობის, თუ გენეტიკურად არის ისეთი, რომ ოჯახში ვინმეს ჰქონდა ნაადრევი კლიმაქსი, ან საკვერცხეების განლევასთან, ნაადრევ განლევასთან გვაქვს, მაშინ იმ შემთხვევაში შეიძლება, რომ უფრო ადრე იფიქროს მაგაზე. დადგენა ახლა საკვერცხეების რეზერვის და ასე ვთქვათ, შვილოსნობის
დაახლოებით ჩვენ ყოველთვის შეგვიძლია ეს ძალიან ადვილი ეს გამოკვლევა როგორ არის. ხდება მაინტერესებს? ეხოსკოპიურად ხედავთ საკვერცხეებს ვნახულობთ, ზომა საკვერცხეების და ასე ვთქვათ ანტრალური პატარა ფოლიკულების რაოდენობა. ნუ 10-ზე ნაკლები თუ არის, იმ შემთხვევაში უკვე უნდა ვიფიქროთ, რომ შემცირებული არის რეზერვი და უკვე ცოტა შეიძლება დაგვიანებულიც იყოს. და ერთ-ერთი ჰორმონი არის, რომელიც შეიძლება უფრო ზუსტად განსაზღვროს, ვენიდან ვიღებთ ციხს, ანტიმიულერის ჰორმონი და ეგ არის უკვე ხედავთ რა მდგომარეობა არის. აჰა. ესე იგი თქვენს პრაქტიკაში არ გქონიათ, ვთქვათ 40 წელს გადაცილებული რო ყოფილიყო გოგო, ქალი, ვინც გაყინავდა კვერცხუჯრედს. იცით რა არის, არ მაგონდება, მსურველები რა თქმა უნდა იყვნენ. მაგრამ რამდენად ჩავატარეთ ეს ყველაფერი, აი ზუსტად არ მახსოვს. აი ახლა მინდა აი ფსიქოლოგიურ მხარეზე ვისაუბროთ უფრო ღრმად. ქალის ფსიქოლოგიური მზაობა და მისი მდგომარეობა ემოციური რა გავლენას ახდენს შვილოსნობაზე, რა გავლენას ახდენს არა მარტო დაურსულების დადგომაზე, ანუ შვილოსნობის დადგომაზე, არამედ მთელი ეს პერიოდის 9 თვე ორსულობა, მერე განვითარება და ასე შემდეგ. და რა თქმა უნდა, ამაში ვგულისხმობ იმასაც, თვითონ ამ პროცედურას, გაყინვის პროცედურას, რამდენად ეხმარება აი ყველაფერმა რო იდეალურად ჩაიაროს ქალის ემოციური მდგომარეობა. იგივე ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ემოციური მდგომარეობა და მე მგონი კიდე ზევიდან რაღაცა ძალები ძალიან მოქმედებს მაგაზე. და ალბათ იმ ხალხზე უფრო დადებითად მოქმედებს, ვისაც ძალიან ნუნდა, ვინც დადებითად უყურებს, ვინც მზად არის, მიმართული არის, არ ეშინია რაღაცა უარყოფითი შედეგი, ის თქვა პირველად ყოლია პაციენტი, თქვენ ვერ წარმოგიდგენიათ. მე მგონი მე-10 გადატანაზე მივიღეთ ორსულობა. თქვენ წარმოიდგინეთ. აუ, ამდენი ლოდინია, ამდენი. ლოდინი, მაგრამ იმდენად უნდოდა. ხო. ხელი არ უწყობდა, ჩვენ ქონდა მიღებული ორსულობა. ტყუპებზე და კარგა ორსულობა, მე რაღაცა სხვა პრობლემები ქონდა ჯანმრთელობის რაღაცა, მაგრამ არ შეეშვა. და ამიტომ მიიღო არაჩვეულებრივი შედეგი, ასე რომ ვთქვათ, საბოლოოდ. ზოგს ძალიან უმართლებს, იმიტომ რომ ისე მოდის, იცით, ასე რომ აი მოვედი, უნდა დაორსულდე და წავალ. ასეთი პაციენტები ძალიან ბევრი არც მახსოვს. ყოფილად მოვიდა, პირველივე მცეობიდან დაორსულდა და წავიდა და ეხლა მთლიანად ორსულობაზე როგორ მოქმედებს, მე ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჩემთან პაციენტები მე მყავს, კი შემიძლია ბოლომდე წავიყვანო, შემეძლო ორსულობა, მაგრამ სადღაცა 10 კვირამდე. მერე მიდიან უკვე სამშობიარო სახლში კონსულტაციაზე, იმიტომ რომ თვლი რომ შეიძლება იქ უფრო კარგად მიხედონ და მე ჩემი საქმე ვაკეთო. და რა თქმა უნდა, ემოციური განწყობა ну, არ ვიცი, ალბათ 80% არის შედეგის. ანუ აი ეს შემართება და იმედის არ დაკარგვა და რწმენა, რომ მე დავრსულდები. დადებითი განწყობა, რასაც ქვია, ვინც ეხლა თავიდანვე ფიქრობს, აუ შეიძლება არ გამომივიდეს და ალბათ არ გამოვა, იქ 80% არის რომ არ გამოვა პირველივე მცდელობიდან. აი ბრუნდება პირდაპირ საფრთხეს, როცა გჯერა 80%-ის გამო. ეს ასეა. ხო. რას ეტყოდით იმ ქალებს, ვინც არის აი ამ დრომდე გაორებული და ვერ გადაუწყვეტია. თან ეშინია რომ დრო არ დაკარგოს და თან თითქოს სკეპტიკურად არის განწყობილი. იცით რა არის, მე ახლა ვერავის ლექციებს, ასე ვთქვათ, ვერ წაუკითხავ, ერთადერთი ვურჩევ, რომ უფრო ჩაღრმავდნენ ამ საკითხში, მოიძიონ ლიტერატურა, გაერკვიონ თვითონ ნახონ როგორი მომავალი შეიძლება გქონდეთ, როგორი შანსები შეიძლება, თვითონ უნდა იფიქრონ, თვითონ უნდა მომწიფდნენ ამისთვის. თქვენი აზრით წლებთან ერთად კვერცხუჯრედის გაყინვის პროცედურა შეიძლება ისეთი ნორმალიზებული იყოს, როგორც ვთქვათ პაპ-ტესტია. არა მგონია და ძალიან არ მინდა ასე რომ ვიფიქრო რაღაცა. არა, არავითარ შემთხვევაში ასე არ უნდა იყოს. არავითარ შემთხვევაში. ანუ თქვენ გულისხმობთ, რომ ჯობია დროულად დროულად რომ ახალგაზრდებს შეუყვარდეთ ერთმანეთი, შექმნა ლამაზი ოჯახები, მით უმეტეს საქართველოში ჩვენ ძალიან კარგი ახალგაზრდობა გვყავს და მართლა ასეთ იმაზე არ უნდა ვიფიქროთ. ისე თქვენ რაც უფრო ბუნებრივად იქნება ყველაფერი ყოველთვის ჯობია კი. ისე თქვენ წარმოიდგენდით, რომ აი წლების წინ რომ დადგებოდა დრო, როცა ქალს დაჭირდებოდა საკვერცხეების გაყინვა. კვერცხუჯრედების კვერცხუჯრედების უკაცრავად.
იცით რა არის, მე ამ დარგში რომ მოვედი, უკვე ხდებოდა ემბრიონების გაყინვა, კარგი დიდი ხანია უკვე რაც ხდება. და უკვე კვერცხუჯრედების როგორც სპერმის გაყინვა იყო ნორმალური და ძალიან ადვილი პროცედურა, ადრე თუ გვიან, იცით მე რაღაცა მინდა ეხლა ცოტა გადაუარო ამ იმას. გაყინვა კვერცხუჯრედების და მამაკაცის ბიოლოგიური მასალა, ეხლა სასწაული ხდება, ცოტა სხვა იმას შევეხები, იმიტომ რომ ნუ კვერცხუჯრედის გაყინვა თქვა ტექნოლოგიურად ცოტა უფრო ძნელი იყო, გაყინვა და გამოლღობა გადარჩენა, ასე რომ ვთქვა, თორე გაყინვა ეხლა როგორც გაყინვა ჩვეულებრივი პროცედურა არის. მამაკაცის სპერმის გაყინვაც ხო ხდება. უფრო თქვათ ბევრად უფრო ადვილი პროცედურა არის. არც გჭირდება იმდენი გამოკვლევა, არ ჭირდება, არც წამლები არ ჭირდება, არც ნარკოზი არ ჭირდება. ხო, ბევრად უფრო ადვილი არის და უკვე დიდი ხანია, რაც პრაქტიკაში არის იგივე ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობის წინ. აუცილებელია. და ახლა შემიძლია რაღაცა ცოტა ისეთი ვთქვა. უკრაინაში 3 წელზე მეტი ომია. კითხულობდი და სულ ნახულობ, რა თქმა უნდა, თავისი ნებით ახალგაზრდა ბიჭები, ვინც მიდიან ომში, ყინავენ სპერმას. და უკვე რამოდენიმე ბავშვი დაიბადა სამწუხაროდ დაღუპვის მერე. რა თქმა უნდა, მეუღლები, რა თქმა უნდა, კანონის ფარგლებში თანხმობით ხდება ეს ყველაფერი და ასეთი გამოსავალი აქვს ამ ზოგადად ბიოლოგიური მასალის გაყინვას. ღმერთო. რამხელა საქმე კეთდება ამითი ოჯახისთვის. დიდესი. ამაზე არასდროს მიფიქრი, აი არც კი წარმომედგინა, რომ არის ასეთი რაღაცა. აი ხალხი ამაზე ფიქრობს. საოცრება. ბიჭები, ახალგაზრდა ბიჭები თან თავიდან იყო, რომ ბევრი კლინიკა უსასყიდლოდ აკეთებდა ამას. ეს არ არის დიდ თანხებთან დამოკიდებული, მაგრამ ნუ თავისი იმითი ყველანაირად ეს ხდება და უკვე არაერთი ბავშვი დაიბადა. აი მე საოცრება, არ ვიცი. აი ეს უკვე სასწაულია. ხო, ეს ნამდვილად სასწაულია. ნამდვილად. არ ველოდებოდი რაღაცა ისეთი ამბავი მითხარით, რომ ჯერ კიდე ცოტა გაბრუებული ვარ. სამაგიეროდ სიცოცხლე ასე გრძელდება. თუ გახსენდებათ რამე ისეთი აი მითები და არასწორი ინფორმაცია, რაც კვერცხუჯრედების გაყინვას ეხება. ერთადერთი რაც შეიძლება, როგორც კვერცხუჯრედი, ასე ემბრიონზე პაციენტებს ეშინია, რომ თქვათ რაღაცა ავადმყოფი ბავშვი ხო არ იქნება დაიბადება ან რაღაცა არასრულფასოვანი, არა ისეთი. ეს უკვე რამდენი წელია არის იგივე არის. კვერცხუჯრედი, გაყინული კვერცხუჯრედი, როცა კარგად გამოლღვება, როცა განაყოფიერდება, უკვე ჩვენ ვაფასებთ ემბრიონს. ის ემბრიონი თუ არის იმ თავისი იმითი მონაცემებით, ისეთი როგორც იგივე ფრეშ ემბრიონი, ხო, იგივე შანსი აქვს განაყოფიერების. ხო და აი სტატისტიკურად 78 წლიდან რამდენი წელი 45 წელი გამოდის, ხო, უკვე რაც უკვე ვიყენებთ ამ მეთოდს. არანაირი თქვათ ისეთი მონაცემები, რომ ის ბავშვები დაბადებული ინვიტრო განაყოფიერებით და გაყინული კვერცხუჯრედით შედის იმ ინვიტრო განაყოფიერებაში, რომ რაღაცით განსხვავდებიან ჩვეულებრივად ბუნებრივი გზით მიღებული ბავშვებისგან. ეს მინდა რომ თქვა. ერთადერთი ეს რა მიფთი არის, თუ შიში არის, თუ რაღაცა არასწორი ინფორმირება არის, ერთადერთი აი ამას გვეკითხებიან პაციენტები, რომ რამდენად ჯამთელი ბავშვი დაიბადება. ხო, მე მგონია, რომ ძალიან ბევრი რაღაც სტერეოტიპი არსებობს, ძალიან ბევრი ყალბი ინფორმაცია. იცით რა არის, შეიძლება უკვე ხო გეუბნებით ისე ვითარდება ეს ყველაფერი, ეს ინფორმირება პაციენტების, შეიძლება ახლა მეზობელს არ დაუჯერო, შევიდეს ინტერნეტში და აიღოს ისა რა ქვია, სტატისტიკა და ახლა მეცნიერებას უნდა დაუჯეროს.
ხო, ადამიანსაც გააჩნია. შეიძლება რა იმას არ თქმა დაუჯეროს და უნდა, მეზობელს დაუჯეროს. შეიძლება ეს უკვე ალბათ აი, მაგის უბრალოდ ესე პრობლემაა. იცით, მაგ ადამიანს ვერაფერს ვერ ხო, უშველი. და ესეთი ის არის, აი მოქმედებს ესე მჰმ. ვიღაცის ესე გავლით უბრალოდ ნათქვამა მჰმ. შეიძლება შეგიცვალოს მაგრამ მთლიანად. კარგი ექიმს ყოველთვის აქვს იმის უნარი, რომ რაღაცა სიმართლეში დაარწმუნოს კი, პაციენტი. ნამდვილად. მე ასე მგონია. ფიქრობ, ყველა კითხვა რაც მაინტერესებდა დაგისვით. რამე ხო არ გვაქვს კიდე სათქმელი? მე ძალიან ბევრი სათქმელი ხო. მაქვს და შემიძლია ალბათ საათობით ვისაუბრო. საათობით ვისაუბროთ, მაგრამ სხვა დროს იყოს ალბათ უკვე დიახ. აი კვერცხუჯრედის გაყინვას რაც შეეხებოდა, მე მგონი მე რაც მგონი. მაინტერესებდა. დიახ. ყველაფერი გკითხეთ, თუ რაიმე კითხვა დარჩათ გოგოებს მჰმ. და არა მარტო გოგოებს. რა ვიცი, კაცებიც დიახ. დაინტერესდებიან ალბათ. შეგიძლიათ დაგვიტოვოთ ვიდეოს ქვემოთ კომენტარებში თქვენი კითხვები და მე რა თქმა უნდა ქალუტონ ანასთან გავივლი ამ კითხვებს და ვკითხავ და მის პასუხებს გაგიზიარებთ. ასევე ერთი საინტერესო ამბავი არის ჩემი მაყურებლებისთვის, სალომე კასრაძის პოდკასტის მაყურებლებისთვის. თქვენ შეგიძლიათ თუ დაინტერესდებით IVF Georgia Biovoginში მიბრძანდეთ და კვერცხუჯრედის გაყინვის და შენახვის პროცედურაზე მიიღოთ 20%-იანი ფასდაკლება. ამაში გულისხმება ყველა პროცედურა, რა თქმა უნდა. ანალიზები, თვითონ გაყინვის პროცედურა და შენახვის პროცედურაც. შენახვაც დიახ, რაღაცა გარკვეული პერიოდი არის მჰმ. უფასო, თუ არ ვცდები, ეხლა თუ არ შეიცვალა და მე ძალიან ისეთი სიმბოლური გადასახადი არის ყოველთვიურად. თვითონ შენახვა. დიახ. ხო, თვითონ შენახვა. იმიტომ რომ იმას ხარჯები ჭირდება ხო, სამწუხაროდ. რა თქმა უნდა. მჰმ. და ასევე ეს პასდაკლება შეეხება ზოგადად უშვილობის პრობლემას, პრობლემის კურნალობას და მის მოგვარებას, ასე რომ თუ დაინტერესდებით, შეგიძლიათ მიაკითხოთ IVF Biovogins, IVF Georgia Biovogins, რა თქმა უნდა, ყველა ინფორმაციას მე დავტოვებ ვიდეოს ქვემოთ აღწერილობაში. და დიდი მადლობა ქალუტონ ნანა, ძალიან დიდი ხანია მაინტერესებდა ეს საკითხი, კვერცხუჯრედების გაყინვის თემა და მადლობა რომ რაღაც ნათელი მოფინეთ ჩემს გონებაში ბევრ კითხვას. კარგი. ჩემს მაყურებელს კი მადლობა თქვენ. მადლობს და ჩემს მაყურებელს ერთი კვირით ვემშვიდობები. დროებით.